ესე იგი, დღეს დიდი დღეა, დიდი ეს უკვე ვთქვი. აი ეს არ მithქვავს. მარიკა, რა ხდება? ჯერ არ გათენდებულა და უკვე ჭამას იწყებ? არა, მოვჩი უკვე. მარიკა, ძალიან გთხოვ, დღეს მაინც ნუ მომიშლი ნერვებს. ხო იცი, დისერტაციის დაცვა მაქვს. ირაკლი, რა თემაზეა შენი დისერტაცია? ძალიან აინტერესებს. კომპიუტერული ტომოგრაფიის, ვირტუალური კოლონოსკოპიის და გასტროსკოპიის როლი შინაგანი ორგანოების მწვავე პათოლოგიების და ფსევდოტუმოროზული დაზიანების დროს. შემეცოდა ირაკლი. ისეს მაგრა ვთქვი, პროფესორების სადგელში გამომადგება. აი, ის საწავიდა. საწავიდა ის. რა შეძებ ირაკლი? მარიკა, გამოყენებული ლიტერატურის სია დავკარგე. ხო არის სად არის? შენ არ ინერვიულო, მე ვიპოვი, აქ იქნება. კარგი. ირა, რა შევი დღეს ანგრევ დისერტაცია. ვანგრევ. აი ეს გამომართვი? ეს რა არის? დაგჭირდება. გამომართვი. მადლობა არ არის საჭირო. ეს რა არის? შპარგალკა, ტელეგრამი ვაკეთებდი. გეუას, აი რა. მარიკა. ბატონო. ნუ გაეძებ, ვიპოვე გამოყენებული ლიტერატურის სია. იპოვე? რა პატარა ყოფილა, მაგას ვერც ვიპოვიდი. მადლობთ, დათო. დათო, მე შპარგალკა არ მჭირდება. აი, ირაკლი, რას ტერვილობ? თუ დაგინახე ზირს დაგდე და ჩემ თავზე ავიყენებ. დათო, მაცადე რა დათო რა. რა საკეთები რა? მოგეხმარები გინდა? არ შეეხო არაფერს. მოგეხმარები პროფი რა. კარგი ხო მივხვდი. არა, ირა, ამას ვერ გამოგართი. შენ ოღონდ დისერტაცია დაიცავე. შენ ოღონდ სამსახურში დაგაწინაურო. შენ ოღონდ ხელფასი მოგიმატონდა. ეკა გაიგე? რა ცუდია, მთელი ოჯახი მივდივართ საცხოვრებლად სხვაგანო. მართლა და სად მიდიხართ? სანქტ-პეტერბურგში გვაქვს სახლი და იქ გადავდივართ. რა კარგია. პეტერბურგი რა არის? აიმე სანდრო, რუსეთის ძველი დედაქალაქია, ნუ როგორც ჩვენთან ცხეთა. ვა, რა სალობიები იქნება? ხო. არა, ესე ძალიან ძნელია ესე უცბად გადაბარგება, სანამ ჩახვალ, სანამ აკლიმატიზაციას გაივლი. აკლიმატიზაციას არ გავივლით, პირდაპირ რეისია. და იქ რა უნდა აკეთო, რუსული იცი? ვიცი, რუსულიც, ინგლისურიც და ფრანგულიც. პოლიგლოტი ხარ? ვა, სანდრო, ბრავო, რა მაგარი სიტყვა თქვი. რაიკო, შენ არაფერი შეგშლია? კარგი დაივიწყე. ხო, ისე პუტინი სანქტ-პეტერბურგიდანაა. არა, პუტინი მოსკოვიდანაა. არა, პეტერბურგიდან. რა უცნაურია, პეტერბურგიდანაა და მოსკოვის პრეზიდენტია. ისე პეტერბურგი ძალიან ლამაზი ქალაქია. ხო, ისე ცოტა ომის დროს გაუჭირდათ. ალყა რამდენიმე თვეს გაიწელა და ხალხს ისე უჭირდა, კამრებს ჭამდა. ის გამოთქმაც მაქედან წარმოიშვა, ხო? რას უშვებით ამ კამრებს ჭამთ თუ რა არისო? ხო, სანდრო. და რამდენი ხით მიდიხართ? 1 წლით. 1 წლით? მისამართი ჩამაწერინე და ჩამოგაკითხავ. ჩაიწერ თუ დაიმახსოვრე? დავიმახსოვრე. Карги, второй район судостроителей, Набережный переулок, третий микрорайон, 24-й. Карги, дагелодеби.
ერთ წელიწადში ხო ჩამოხო? კი, სანდრო, აუცილებლად ჩამოვა. ხო, იმეილები გავცვალოთ და მოგწერ ხოლმე. კარგი, ჩემია theo@sabachka.com. უფ, ეგ ადვილია დავიმახსოვრებ. ჩემია Sandro Yahoo UK პაროლი 123 კარგი, წავედი მე. მოიცადა? მარიკა, გავიქეც. სპეციალურად ამ დღისთვის იტალიიდან ჩამოტანილი სუნამო. ნანა! ის სუნამო გამომიტანა იტალიაში კიდე. მარიკა, ხო იცი დღეს ყველა უნდა მოხვიდეთ დაცვაზე. კი, ვიცი და ისიც ვიცი, მე ბანკეტი რომაა. ირაკლი, ნახე მართლა კარგი სუნი აქვს. მომზადე? შენ ხო მოდიხარ? კი, მოდივარ, მაგრამ რა შევიცვა იგივე. რამე სერიოზული დათო ძალიან გთხოვ რა. ო, იტალიაში ვიყიდე ძალიან სერიოზული იუვენტუსის ფორმა და იმას შევიცვა. არა, მაგას არა. მაშინ შენ ოთახში შევაგარ რამეს ავარჩევ. ირაკლი, შენ დღეს დისერტაციას თუ დაიცავ, მე დღესვე გადავდივარ აქედან. მართლა? არა, მარიკა, ფსიქოლოგიურად ვდგები. მარიკა, მე რო გამოსვლას დავამთავრებ. თქვენ შეგიძლიათ შეკითხვები დამისვათ. ნუ ესეთი, იოლი შეკითხვები. მე შემიძლია შეკითხვა დაგისვა? არა. კი. არა. კი. არა. კი. არა დათო. კი, ირაკლი. არა დათო. არა. არა. წავედი მე. მარტო ერთი კითხვის დასმის უფლება ხომ აქვს? ხო, მარტო ერთის. წავედი. არ წახვიდე, მოიცა, გავიხედა, ღლონტები არ იდგენ, თორე დაგდარსავენ. დათო რა. ირაკლი. ჩათვლის წიგნა კი მიგაგ? სუგაგიშდი, ხო? ჩემი ირაკლი. კაცია უკვე. გამარჯობათ, რას მიირთმევთ? ყავას. არა, უკაცრავად. 3 ყავა. ხო? ამას ყავა მოუტანე, ჩვენ ადუღებული წყალი. მე 4 კოვზი შაქარი ჩამიყარე. რა ამბავია, 4 კოვზი, კბილი აქვთ კიდევ, კეთება. მეტკინოს რა, მე რა. მივალ იმ სიმპათიურ სტომატოლოგთან. გამაყუჩებელს გამიკეთებს, კბილს დამიბჟენს, თავის ორბივით თვალებს შემომანათებს. ორბივით, არა, კოდალასავით. ჩვეულებრივი ცისფერი თვალები აქვს. ეს თქვენ. ჩვენ? მე წესიერი გოგო მეგონა. არა, სალომე, რა ყვავილებია ეს? ვიღაც ბიჭმა გამომატანა იმაგიდასთან მიიტანა და თვითონ მიხვდება, ვისაც გამოუგზავნეო. ვაიმე! მე გამომიგზავნეს. შენ რატომ მე გამომიგზავნეს? ვაიმე, რა ლამაზია. მოსავსე წერილია, ნახე, წერილია. პირველი ნახვისთანავე მომეწონა შენი ღიმილი. შენი ყოფილა. აი, ანანო. აუ რა ლამაზი ყვავილებია. ფრარი, ეხლა ვერ გავიგე, რას გააბუქე, დიდი ვერაფერი, ჩვეულებრივი მინდვრის ყვავილებია. მე გიждები ბიჭი რო ყვავილებს მიგზავნის. მე კიდევ გიждები ბიჭი რომ აი რაღაცას აკეთებს. ანანო, ეთყობა ძალიან უყვარხარ. რანაირად უყვარხარ, კეთევან არ ვიცნობდა. უფ, მე რა მოხდა, გენაცვალე, ეგრე აგუტინიც არ გვიცნობს, მაგრამ ლამაზი ყვავილებია თან. არა, ყვავილები კარგია, მაგრამ ბანალურია. შეკაი დედმამიშვილო, ეგრევე ბეჭედი იყიდე რა, გინანე.
ვინ არის ხა ვინ არის აუ როგორ რა საინტერესოა ხო აბა სალომე სალი მოდი ერთი წუთით სალომე ვინ გამოაგზავნა ეს ყვავილები ყვავილები იცი არ ვიცი არ იცი ხო არა წავედით მოიცა და ვინ გადაიხდის არ ვიცით რა ვიცი მოიცა მე გადავ ხო ესმის გავიგე კაცო გავიგე ხო ბატონო ანზორ მიბარებდი გამარჯობა ირაკლი შემოდი დაჯექი ეხლავე ერთი წუთით ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს შენთან აჰა მნიშვნელოვანი ხო მერე ეხლა ამან რომ მითხრას ცოლს გავშორდი და უნდა დაგაწინაურო ბიჭო პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადო რომ გადამარჩინე რას ლაპარაკობ ბატონო ანზორ უმარტივესი კუჭის ოპერაცია იყო მაგას ყველა გააკეთებდა კარგი რა მაგაზე არ გეუბნები კაცო აბა ნოდარის შვილის ქორწილში ჩემს მაგივრად რო დალია ეს განსხვავებული იმაზე ვამბობ რაზია ლაპარაკი ახლა რაზე დაგიბარე დღეს დაცვა გაქვს ხო კი ბატონო ხო ამ დაცვაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული ვა დღეს ნოდარ პაჭკორიაც იცავს ხო იცი იცავს ხო ხო და თქვენ ორ შორის ვისი დაცვას უკეთესი იქნება ის დაიკავებს ჩემ ადგილს და თქვენ ბატონო ანზორ მე პენსიაზე გავდივარ უკვე აბა ხო ჩემო ირაკლი უკვე 72 წლისა ვარ ბიჭო დროა დრო თან ვიღაც ჭირდები ასეთი მოხუცი არც ფლადმასია საქმე ბატონო ანზორ მე ვიცნობ ერთ სიმპათიურ გოგონას რომელიც ბატონო ანზორ არ დამავიწყდეს ნიშნად ჩვენი ხანგრძლივი მეგობრობისა აი ეს საჩუქარი მინდა რომ გადმოგცეთ უი მეც მაქვს შენთვის საჩუქარი აჰა დაცვასთან დაკავშირებით წინასწარ აი დიდი მადლობა რა ლამაზია რა თქვენი უფრო ლამაზია აი ხო აი კიდევ ეს საჩუქრად ჩემი წიგნი დიდი მადლობა ასეთი ერთი უკვე მაქვს და ორი მექნება კი მაგრამ როდის გაჩუქე არა კი არ მაჩუქეთ მესამე კურსზე რო ვიყავი ბატონო ანზორ თქვენი საგანი რო ჩამებარებინა ვიყიდე ეს წიგნი შენ ყოველთვის კარგი სტუდენტი იყავი შემო ირაკლი რამდენი რამე მაქვს შენგან ნასწავლი აი მაგალითად თუნდაც ეს ერთხელ ერთმა ბედუინმა თავის დაშნაზე ცოლის სახელი მოავარაკებინა როგორია ხო მაგარია ბატონო ანზორ გაცრავად ერთი წუთი ალეო ხო გოგი როგორ ახარ ლაგდები ნელ-ნელა ხო არა ამის მერე უკვე ბევრი თავისუფალი დრო მექნება და ჩაუჯდეთ ჩვენებურად დღეს საღამოსვე აბა ჰე ხო რაზე გავხშერდი ირაკლი უკაცრავად ბატონო ანზორ მაპატიეთ რა კი ბატონო ალო გოგი როგორ ხარ არა მიშავს ხო მემზადები ხო დიდი კაცი ხდები ხო გოგი დღეს ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა საღამოს ჩაუჯდეთ ჩვენებურად კარგი გოგი კარგად მაპატიეთ ბატონო ანზორ ისე ირაკლი აი ვამთავრებ ჩემს მოღვაწეობას და ერთ რამეზე მწყდება გული რაზე მთელი ჩემი კარიერის მანძილზე 995 კაცი მყავს გადარჩენილი არა და 1000 სულ ცოტა დააკლდა ბიჭო მაგაზე ნერვიულობთ ბატონო ანზორ დღეს საღამოს ბანკეტზე ერთ 5 კაცს როგორ ვერ მივაწვენ ქეთევან რა ყავა მოადუღე რა
ანანო, ყავა გინდა? კი, დავალე. მაშინ სამი ყავა. მიდი, მოადუღე, მიდი. ხო, კარგი. თაიგული დადე, ხელს შეგიშლის, დადე. არ დადო. ლიკა ტალახაძე მოვიდა. თქვენ არ გამოჩნდეთ. აი, ვერა კაი დღეა დღეს. წვიმა გამოცხადებული. წვიმა? მაშინ მე კოპლებიან კაბას ჩავიცვამ. რა თქიდათ ეს კოპლებიანი კაბა? როგორ თუ რა თმიდა, ანანო, დღეს ირაკლის დისერტაცია აქვს. ხო, დისერტაციის მერე დააწინაურებენ. მერე აკადემიკოსი გახდება. მერე შეიძლება ირაკლის ნობელის პრემია მიანიჭოთ და მერე გვეყოლება მთელ მსოფლიოში ცნობილი მეგობარი. მაგარია. მე ირაკლის ნივთებს აუქციონზე რო გავყიდით. რა ფულია? მაგარი. ყავას მე მოვადუღებ. ой, ყავა. თაიგული. ხო, თაიგული. თამარ, დღეს აუცილებლად უნდა წავიდეთ. დღეს ექიმი ირაკლის მეგობრები, ხო იცი, ყველანი იქ იქნებიან. ხო, უნდა წავიდეთ. მე ეს ჩვენი მეთოდები გამოვიყენოთ. პუნქტი მეორე. თუდათ ავარ ექიმი მინდა. თამარ, მე მერვე პუნქტს გამოვიყენებ. მომისმინე, სანდროს მივაგზავნი ვინმე სიმპათიურ ბიჭთან და ჩემზე ვაკითხინებ. ეს სიმპათიური გოგო ვინ არისო? არავინ არ არის. ეთყობა ისევ ზამბახიძეების პატარა გვაწვალებს. ეხლა ნახე დავამტრებ ხელებს. შემოხედე. მოვედი ეხლა. ვაიმე. თამარ. ისევ თაიგულითან სუსტად ისეთივე. ეს ერთნაირი რა არის, ვითომ რა ვარო? აი მე თამარიც ეთყობა SMS-ი ვითა. იცი ფიქრა ეგ პირველი არ მომივიდა და მეორე. ხო, ამასი ყვავილები აკეთება. ეთინო. მოდი. ნუ გეშინია ჩვენს მალე გვეშველება. საიდან მოიტანე? ვერ ხედავ ბედი ნელ-ნელა გვიახლოვდება. წერილია მაშინ. ვაიმე, ვარში შემხდია მეუბნება. ვაიმე, ანანო, რაღაც გულით სუც მიგზნობს. მე შენს ადგილას არ შევხვდებოდი. არ წახვიდოდი არა? არა. კი, კეთება, შენ კი არ წახვიდოდი, შენ გაიქცეოდი. ვაიმე, ყავა. ვაიმე, ეხლა ამას რო გავგლიჯავ, გამატარე უნდა გაწიწდო. ამ დაცვამ კარგად თუ ჩაიარა, ირაკლის დააწინაურებენ. თავარი ექიმი გახდება, მერე ორჯერ უფრო დიდი კაბინეტი ექნება და ორჯერ მეტი ხელფასი. რა მაგარია მარიკა. ორჯერ მეტი ხელფასი იქნება მარიკა? მიდი ირაკლი. მოცემულ გამოსახულებაზე თქვენ თვალნათლივ შეგიძლიათ დაინახოთ, თუ როგორ აისახა ჩვენი კვლევის მეთოდები გრაფიკულად. აი დაგვიგეთ სანდრო. ბიჭო. ისინი როგორც პარაზიტები შედიან უცხო ორგანიზმში, სახლდებიან იქ და ავიწროვებენ მას. ხოთხოვი არა ეს ადგილი ამოიღეთ. ახლა ჩემზე ხორმნა ილაპარაკოს. ამრიგად გასტროსკოპიის, მრავალშრიანი სპირალური კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ვირტუალური გასტროსკოპიის
კომპლექსური გამოყენება უაღრესად პროგრესული ნაბიჯია თანამედროვე მედიცინაში. კუჭის ლორწოვანის როგორც სიმსივნური, ასევე სხვა ეტიოლოგიის პათოლოგიათა დიაგნოსტიკაში. მათი ზომების, გავრცელების ხარისხის და ოპერაბელობის დადგენაში. დიდი მადლობა. მადლობთ ირაკლი. მაშასე. ბატონმა ირაკლიმ ძალიან არაჩვეულებრივი და ორიგინალური თემა წარმოგიდგინა. გადავიდეთ შეკითხვებზე. გთხოვთ ქალბატონო. ბატონო ირაკლი. რა მინდა გკითხო? ესეც მე ვარი რა. რას ფიქრობთ მაგნიტონ-რეზონანსული ტომოგრაფიისა და პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფიის როლზე აღნიშნული პათოლოგიების დიაგნოსტიკაში? დიდი მადლობა. რა კითხვა იყო ახლა ეს? თქვენ თვითონ თუ იცით რა ბძანეთ, ქალბატონო? ნამდვილი ინტრიგანია რა. დაბძანდით, ქალბატონო, დაბძანდით. გისმენთ ხმაწვილო. ბატონო ირაკლი. კომპიუტერული ტომოგრაფიის დროს რამდენ შემთხვევაში დაგჭირდათ ინტრავენული კონტრასტირება? მოგახსენებთ. ერთი წუთით ბატონო ირაკლი. იცით რა, ეგ ძალიან საინტერესო თემაა, მაგრამ საკამათო. მე დავიტოვებ თქვენ ტელეფონის ნომერს, მერე დაგიკავშირდებით და დეტალებში გავერკვეთ. თამარ კეთევან გვაგვიანდებაო, გავიპაროთ ნელ-ნელა, რა წამწამი. გავიპაროთ. საინტერესო იყო. გისმენთ ხმაწვილო, გისმენთ. ბატონო, გთხოვთ. მე მინდა წეგან ქალბატონმა კითხვა დასვა და პასუხ გაუცემელი დარჩა და მე მინდა უპასუხო. რაც შეეხება პოზიტრონულ ემისურ ტომოგრაფიას, ეს მართალია ძალზე ინფორმატიული კვლევაა, თუმცა ჯერჯერობით საქართველოში არ არის დანერგილი და შესაბამისად ჩვენ კვლევაში არ არის წარმოდგენილი. რაც შეეხება მაგნიტურ რეზონანსულ ტომოგრაფიას, ჯერჯერობით ეს საგანი ჩვენი კვლევის ობიექტი არ არის. შესაბამისად არ არის წარმოდგენილი ჩვენს კვლევაში. და მე რა მაინტერესებს, ეს ყველაფერი მარტო ადამიანებს ეხება თუ უცხო პლანეტელებს? აი, ეკა, რა მაგრად მივდიოდი და სად გავჩერდი? დათო, მე მგონი დაიწყო. რა დაიწყო? ნატა ამთავრებს. არა, დათო, მშობიარობა დაიწყო. რა? დათო, დაიწყო, დათო. ბატონო თავმჯდომარე, რა მინდა გთხოვოთ? დათო, თავმჯდომარე რაშია, მიაქავარ, დათო. ირაკლი, რა დროს ეგარი? ირაკლი, მშობიარობა დაიწყო. რა? ბატონო, მშობიარობა დაიწყო. რა? მშობიარობა დაიწყო, მოით მე წავალ და ექიმს მოვიყვან ეხლას. გამოატარეთ პროფესორი კაპეტივაძე. ой, საკაცო, პროფესორი, რას გვიშველის, ექიმი გჭირდება, ექიმი. დაჯექი რა. ირა. ისე შენ და მარიკამაც უნდა იფიქროთ ბავშვს. არა ეხლა დისერტაცია, სამსახურში დაწინაურება, ორჯერ გაზრდილი ხელფასი კი კარგია, მაგრამ ბავშვი მაინც უყვაირა. მართალი ხარ, ხო იცი? უკვე ბლოკში შეიყვანეს. ვაა. სანდრო სად არის? სანდრო მე გავუშვი მარიკა შამპანურზე. შამპანურზე? და შენ გონია შამპანურს იყიდის და არა მაგალითად მაკრატელს? კარგი რა მარიკა შამპანურს როგორ ვერ იყიდის? აი, მოვიტანე შამპანური. აჰა. და ეს ხურდა. აუ ისე. ისე ირაკლი მაღაზიაში იცი რა მაკრატელი ვნახე? ისა მომეწონა
და კინაღამ ვიყიდე. კოჩახ სანდრო. აქ რა ხდება? აქ ბლოკში შეიყვანეს და სადაც ბავშვი გაჩდება. აუ, ირაკლი. იქ იცი რა სავარძელი ვნახე? ესე იგი შენ მოგეწონება მაგრამ ერთ ფეხს აქეთ შემოდე. მეორეს აქეთ. და უყურა ფეხბურთს ამდენიც გიგო. მადლობა სანდრო, ჩემზე რო ზრუნავ. რა ხდება? მარიკა რა ხდება? რა ხდება და ბლოკში შეიყვანეს უკვე. ხო, უკვე რა, არ იცი რომ ფეხმძიმეებს ურიგოთ უშვებენ? რა არის მამა არესტრება მშობიარობა? ეგარ სიმიძლეა. უი, სხვა რო დაესწროს. ხო, ეხა ბავშვი მაინც არ გიცნობს და რას მიხვდება ვინა. აბა, გილოცავ. აი, ეს თქვენ და ესეც თქვენ. რა იცი ხოლმე ეს ირაკლი არა ისე ძალიან კარგი გოგოა რა. ჩვენი ნატა ძალიან კარგი გოგოა. არა, მე ბავშვზე ვამბობ. ხო, ბავშვი გოგოა. რა? ჩემი ბიჭი გოგოა? ხანდახან ასეც ხდება ხოლმე. ბიჭი გვეგონა და გოგო ყოფილა. კომპიუტერს შეეშალა. კომპიუტერს. აი, თქვენ მე დამცინით და კომპიუტერსაც ეშლება. ვა, გოგოა. გოგოს რა დავარქვათ? მე მაქვს კარგი იდეა. იცოდი. Алло. გამარჯობა, ლიანა დეიდა, ლიანა დედიკო. დიახ, გაჩნდა. გოგოა, დიახ. და მოიფიქრეთ აქ ჩვენ გადავწყვეტეთ რომ დავარქვათ ლიანა. ლიკა. ლია. აი თქვენ წარმოიდგინეთ ახლა თქვენ პატარა ლიკუნას ეთამაშებით. ლიკა, ნახე, მამიკო მოვიდა სამსახურიდან ჩვენთან სახლში. დაღლილი. წამოდი ხა? ვახშამი მომზადო. მერე. კარგით. დიახ. ლიკა გამოირიცხა. ასეც ვიცოდი რა. იცით რა? მოდით ეკა დაარქვით, ჰა? მარიკა არ ჯობია. სანდრო დაარქვათ. რა? სანდრა. ისე მადლობა თქვით რომ ღონტები არ არიანა. თორე უკვე წარმომიდგენია რა ვერსიები იქნებოდა. პრებედინა. გუგული. იუზ. შეგიძლია წამოგწანდეთ და ნახოთ პატარა ანანო. რა? ანანო? ხო. ნატამ თქვა, ჩვენ შეთანხმებული ვართ, თუ გოგო დაიბადებოდაო, ანანოს ვარქმევდითო. შეთანხმებულები ვიყავით, შეთანხმებულები. მე თქვენთვის კიდევ ერთი ამბავი მაქვს. რა? თქვენი ბავშვი, თქვენი შვილი. ხო. ჩვენ სამშობიაროში დაბადებულ 1000 ბავშვია. აჰა. და ამიტომ თქვენ გადმოგეცემათ 1000 ლარიანი ვაუჩერი. ჯუმად. რა ბძანეთ? არაფერი, ბავშვის წონაზე ვლაპარაკობთ. ბავშვის წონა რამდენია? 3 და 400. მოგიგე ირაკლი. ხო
მოდით ვარა დროზე წავიდეთ, მეთქე რა ვქნათ ეხლა? ამა თუ ყურე. ანანო, მოიცადე ერთი წუთი. თამარ! რაო იმექიმა, რა გითხრა, რა გჭირსო? რაღაც ვირუსიაო. და რაო, გადამდებიაო? არ ვიციო. ანანო, შენ ახლა აქ იყავი, დაელოდე. ჩვენ აიქით გავალთ, რომ მოვა, ჩვენ დავაკვირდებით და მერე გეტყვით არის თუ არა შენი შესაფერისი. გასაგებია? ანანო, თუ ორ მეგობართან ერთად მოვიდა, ჩვენ გამოვალთ და გვერდით მოგიჯდებით, გაიგე? გავიგე კეთება. გაიგე? ხო გაიგე? გავიგე თამარ, გავიგე. კარგი, აბა შენ იცი. წავედი. მოვიდა! რომელი? სულა მოვა, მან გადი. ხო, კარგი. გასი ამარბენი შენ გამაგებული. ანანო, რა შევი? იმ ბიჭს ელოდები? ელოდები? ანანო, იცოდე ამ ბიჭს და შენ თუ გადავხდ, ხმას აღარ გაქცევ. კაი, ხო, კაი. ანანო. გამარჯობა. გამარჯობა. უკაცრავად დაიწყე. უკაცრავად, ეგ ყვავილები თქვენ საიდან გაქვთ? თქვენ არ გამომიგზავნეთ? იცით, მე ყვავილები ქეთევან ღლონს გავუგზავნე. ქეთევანს? შენ რა გიჭირს? მე მკითხე. ვაიმე! ლაშა ექიმო? ქეთევან? აი ეს თაიგული შენ. ვაიმე, ესე იგი, მაინც და მაინც კბილი უნდა გეტკინოს ადამიანს, რომ ყურადღება მოგაქციოთ. აი ეს თქვენი ყვავილები. აი კეთება ისე. უკაცრავად. თამარ გამომართვი. ანანო, ჯერ პირველი პაემანია და ყვავილები თაფსო. გამარჯობა, ბატონო ანზორ. გაგიმარჯოს. მოდი. ბატონო ანზორ, გუშინდელზე ბოდიში მინდა მოგიხადო. მაინდა-მაინც იქ დაეწყო იმ გოგოს მშობიარობა, უნდა წამეყვანა, აბა რა მექნა. ვიცი რომ თქვენ ადგილს ის პაჭკორია დაიკავებს, მაგრამ რა სიზავ. ცდები ჩემო ირაკლი, ცდები. ბიჭო, მართალია იმ პაჭკორიამ ძალიან წარმატებულად დაიცვა ეს დისერტაცია, მაგრამ მაკეზე ისეთი ღვინო დაგვალევინა, რომ ყველას მიკროინფარქტი აქვს კიდევ. მაგას როგორ ჩავაბაროთ ყველაფერი, ბიჭო? მოგელეთ ხვალიდან ეშავართ სავარძელი შენია. აბა გავედით. გავედით. დიდი მადლობა, ბატონო ანზორ. იცოს. აბა გავედით. გოგი! აბა ჰე გოგი! ეს შემომიარეთ ხოლმე, ბატონო ანზორ. აბა კარგი. გოგი, გამარჯობა, გოგი!